პედრის და მამამისის ტრადიციაზე თუ გსმენიათ რამე. კატალონიური ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ლიდერის პედრის მამა ახალგაზრდობაში ასევე ოცნებობდა ფეხბურთელობაზე, კერძოდ კი მეკარეობაზე. თუმცა მისი ოცნება სამწუხაროდ ვერ შედგა, რადგან პატარა ასაკშივე მოუწია მთელი თავისი ყურადღებისა და დროის გადატანა მუშაობაზე, სამსახურზე და ოჯახის რჩენაზე. ხოლო მას შემდეგ, რაც თავად პედრიმ აიხდინა მამის ეოლი ოცნება და გახდა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, შემდეგი ტრადიცია მოიფიქრა მამასთან ერთად. პედრის ყოველი მოგებული ტიტულის შემდეგ იქვე მინდორზე აღნიშვნის დროს მამამისი კარის ხაზზე დგება, ხოლო პედრი პენალს ურტყავს. ხან ბურთით, ხან ბოთლით, ხან რანივთით, ხან რანივთით. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ მამამისი პედრის მიერ შესრულებულ ამ სიმბოლურ პენალს აუცილებლად იგერიებს. აი ესეთი ორიგინალური ფორმა მოიფიქრა პედრიმ მამამისის სამადლობელოდ. როგორც ჩანს, კაი კაცია პედრი.